ეროვნული ბანკის მიერ მიკრობანკის ლიცენზიების გაცემის შემდეგ კი მიკროსაფინანსო ბაზარზე ახალი რეალობა შეიქმნა. სექტორი ორმა მსხვილმა მოთამაშემ MBC-მ და კრისტალმა დატოვა, რომლებიც 2025 წლიდან საფინანსო ბაზარზე მიკრობანკების სექტორის ფორმირებას იწყებენ. რა მიმართულებით შეიცვლება დაფინანსების ბაზარი, ვისი კონკურენტები ხდებიან მიკრობანკები, მისოების თუ მსხვილი კომერციული ბანკების და როგორ გადანაწილდება მცირე ბიზნეს დაფინანსების მსურველი კლიენტები მიკრობანკებსა და მისოებს შორის. ნინო დევდარიანი უპასუხებს დღეს ჩვენს კითხვებს საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის თავმჯდომარესთან ვაგრძელებთ საუბარს. ნინო, მოგესალმებით პირველ რიგში, უღმესი მადლობა თქვენი დროისთვის. მოგესალმებით ელენე, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მინდა სწორედ მიკრობანკების თემაზე დავიწყოთ საუბარი, როგორ ჩამოყალიბდება ბაზრის სტრუქტურა მას შემდეგ, პრინციპში უკვე ლიცენზიები მიღებული აქვს MBC-ს და კრისტალს, მიკროსაფინანსო ბაზარი რა ნიშა რჩება განვითარებისთვის იმ ორგანიზაციებს, რომლებიც რჩებიან ამ ბაზარზე? დღესდღეობით მიკროსაფინანსო სექტორი წარმოდგენილია 30 მოთამაშით. თუ ამას შევადარებთ 23 წლის, ასე ვთქვათ, ბოლოს მონაცემებს, 4 მოთამაშით არის შემცირებული, ასე ვთქვათ, მიკროსაფინანსო სექტორის წარმომადგენლობა. აქედან, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ორმა, ასე ვთქვათ, სახე იცვალა და მიკრობანკის სტატუსით ოპერირებს, ხოლო ორმა, ასე ვთქვათ, დატოვა ბაზარი და გავიდა ბაზრიდან. რაც შეეხება მიკროსაფინანსო სექტორის, ასე ვთქვათ, შემადგენლობას ამ მიმართულებით, ამ ორი ორგანიზაციის წილი, რომელიც მიკრობანკად ტრანსფორმირდა, მთლიანი მიკროსაფინანსო სექტორის დაახლოებით 30% შეადგენდა, რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს მიკრობანკების ბაზარზე, აქტივების ჯამური ოდენობა დაახლოებით 750 მილიონი ლარია. შესაბამისად, ის ზრდის მოლოდინი, რომ დაახლოებით 20%-ი ვფიქრობ, რომ ძალიან, ასე ვთქვათ, სტაბილური სცენარია მათი ზრდისთვის. ნამდვილად წლის ბოლოს მივიღებთ ჩვენ დაახლოებით მილიარდიან მიკრობანკების სექტორს, თუ მეც არა და ამ შემთხვევაში ის უკვე იქნება დაახლოებით მიკროსაფინანსო სექტორის 50% და მეტი. რაც შეეხება მიკროსაფინანსო სექტორს, პრინციპში გასვლა მიკროსაფინანსო სექტორიდან და ბანკად ტრანსფორმაციის, ასე ვთქვათ, გამოცდილება ჩვენ ადრეც გვახსოვს, დაახლოებით 10 წლის წინ ორი მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელთა ბიზნეს მოდელები ზუსტადაც რომ ტრადიციული, ასე ვთქვათ, მიკროსაფინანსო სექტორის დაფინანსების და ბიზნეს მოდელი იყო. ამ შემთხვევაში მხედველობაში მყავს ფინკა და კრედო, ისინი ტრანსფორმირდნენ ბანკებად და პრინციპში იმ ეტაპზეც საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო ის ცვლილება კომპოზიციის თვალსაზრისით მიკროსაფინანსო სეგმენტში ბიზნეს ესხების versus, ასე ვთქვათ, სამოხმარებლო ესხების მიმართულებით. რას ველოდებით ზოგადად მიკროსაფინანსო სექტორში, ასე ვთქვათ, ამ გასვლით ველოდებით იმას, რომ პრინციპში მიკროსაფინანსო სექტორში ის ორგანიზაციები, რომლებიც, ასე ვთქვათ, დააკმაყოფილებენ მათი ბიზნეს მოდელებით ტრადიციული დაფინანსების სტანდარტს და ბიზნესი იქნება მათი, ვთქვათ, ძირითადი ორიენტირი, ზრდასთან ერთად, პრინციპში ველოდებით, რომ მათაც გაუჩნდეთ სურვილი იმისა, რომ უფრო ფართო შესაძლებლობებით იყვნენ წარმოდგენილი ბაზარზე და განაცხადი გააკეთონ, ასე ვთქვათ, მიკრობანკის ლიცენზიაზე. თუმცა პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, 2025 წელს ჩვენ ამ ორი ორგანიზაციის გასვლის შედეგად დაფინანსების ზოგად სტრუქტურაში და პორტფელის განაწილების კომპოზიციაში, რა თქმა უნდა, ვიხილავთ მნიშვნელოვან ცვლილებებს. კი ბატონო, ამ შემთხვევაში დაფინანსების ბაზარი რა მიმართულებით შეიცვლება, ნინო, ანუ ამ შემთხვევაში მიკრობანკები იქნებიან მისოების კონკურენტები თუ საბანკო საფინანსო ინსტიტუტების კონკურენტები? აი, როგორ შეიძლება გადანაწილდეს კლიენტები? ამ შემთხვევაში მე ყოველთვის, ასე ვთქვათ, მიკრობანკების სეგმენტს უყურებ იმ ნიშურ სეგმენტზე დამრჩენად, რომელსაც ეს ორგანიზაციები უკვე თავიანთი დაარსების დღიდან 10 წლეულებია ემსახურებიან. ეს მათი ნიშური სექტორი და სამიზნე მაჩვენებელი, სამიზნე სექტორი არის ზუსტადაც რომ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესი. და პრინციპში მიკრობანკები იმით გამოირჩევიან სხვა საფინანსო ინსტიტუტებიდან, რომ მათ ეს მანდატი და მისია თავად კანონით აქვთ განსაზღვრული, რომ მათი დაფინანსების უდიდესი წილი საწყის ეტაპზე 50% და 2 წლის თავზე უკვე 70% უნდა იყოს ზუსტადაც რომ მცირე, მიკრო და საშუალო ბიზნესის დაფინანსება. აქედან გამომდინარე, მათ ეს თავიანთი ნიშური სექტორი აქვთ. ყავთ, რაც ვისაც აქამდეც ემსახურებოდნენ, უბრალოდ ეხლა აქვს შესაძლებლობა, რომ უფრო
ფართო სპექტრი შესთავაზონ საფინანსო სერვისების, სრული საბანკო, ასე ვთქვათ, მომსახურება და გარდა ამისა იოპერირონ უფრო გაზრდილ ზღვარში, რაც ნიშნავს იმას, რომ საშუალო ბიზნესის საჭიროებებისთვის ფაქტობრივად მიკრობანკებს ექნებათ სრული არსენალი მომსახურებების კუთხით და მათ შორის დაკრედიტების ზღვარიც მისცემს შესაძლებლობას, რომ მათი საჭიროებები დაკმაყოფილდეს. ანუ მილიონი ლარი ვფიქრობთ, რომ არის საკმარისი სამისთვის, რომ ეს სექტორი სრულად დაიფაროს. კი ბატონო, დღეს რამდენად მზად არიან სწორედ ეს ნიშური პროდუქტების შესაქმნელად ის ორგანიზაციები, რომლებიც რჩებიან ამ ბაზარზე, იმიტომ რომ თუ პორტფელს შევხედავთ, აქამდეც ტრადიციულად ესე იყო, რომ ძირითადად სალომბარდეს ესხები არის წამყვანი მათ სასესხო პორტფელში. მზაობა რეალურად ახალი, ასე ვთქვათ, პროდუქტების შეთავაზების, რომ მათ შორის თქვენთან შემოვიდნენ კონკურენციაში, ამ შემთხვევაში თქვენ რადგან NBC-საც წარმოადგენთ გულისხმობ მიკრობანკებს, აი რა სივრცე და არეალი რჩებათ ამისთვის და შესაძლებლობა ასევე ფინანსური თვალსაზრისით. ნუ პრინციპში თუ ასე შევხედავთ ხა და გავყოფთ მიკროსაფინანსო სექტორს, აქ ყოველთვის იყო, ასე ვთქვათ, საკმაოდ დიდი ასორტიმენტი და ვარიაცია იმ ორგანიზაციებს შორის, რა, ასე ვთქვათ, ბიზნეს მოდელებით ოპერირებდნენ ეს ორგანიზაციები. ის, ასე ვთქვათ, სამომხმარებლო სესხებზე ორიენტირებული ორგანიზაციები, პრინციპში უნდა ვთქვა, რომ მთელი გასული პერიოდის განმავლობაში, როდესაც ვსაუბრობდით მიკროსაფინანსო სექტორის შედეგიანობაზე, ზრდაზე და ასე შემდეგ, საკმაოდ იყო სხვაობები მოდელების მიხედვით, თუ ვინ რა შედეგს დებდა და ჩვენ პრინციპში ვხედავდით, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, 19 წლის დამოყოლებული 2023 წლის ჩათვლით, მომგებიანობა სამომხმარებლო და აკრედიტებაში, ზრდის ტემპი და მათ შორის, ასე ვთქვათ, ზოგადი სტატისტიკა იყო უკეთესი, ვიდრე ბიზნეს აკრედიტების მოდელების მქონე ორგანიზაციებში. ეს რა ბევრი, ასე ვთქვათ, სხვადასხვა კომპლექსური ფაქტორით იყო გამოწვეული და ხა აი გადაცემაში ალბათ ამაზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა პირველი წელი, როდესაც ბიზნეს აკრედიტების მოდელის მქონე, ასე ვთქვათ, ორგანიზაციებმა უკეთესი, ასე ვთქვათ, შედეგიანობა ანახეს, ეს იყო 2024 წელი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, კრინი ხრება იქ, სადაც უკეთესი მომგებიანობაა, შედარებით, ასე ვთქვათ, უკეთესი შედეგები და მომხმარებელიც საკმაოდ, ასე ვთქვათ, დიდი ოდენობით არის წარმოდგენილი, ხო? თუმცა აი 24 წლის სტატისტიკა მე მაიმედებს იმ მიმართულებით, რომ ბიზნეს აკრედიტების, ასე ვთქვათ, პერფორმანსის გაუმჯობესება იქნება მამოტივირებელი ორგანიზაციების კუთხით ახალი პროდუქტების და ან არსებული პროდუქტების განვითარების და უფრო სწრაფი ზრდის. კი ბატონო, რადგან შეეხეთ ფინანსურ მაჩვენებლებს, მათ შორის კითხავთ, ჯერ ეროვნულ ბანკს არ გამოუქვეყნებია სექტორის კონსოლიდირებული ანგარიშები, თუმცა თუ არის შესაძლებელი რაღაც კონკრეტულ შედეგებზე ვისაუბროთ, როგორი იყო დაკრედიტების ტემპი გასულ წელს, აჩვენეს თუ არა მოგებიანობა ორგანიზაციებმა და ასევე საინტერესოა მიდის საუბარი განსაკუთრებით ბოლო თვეებში, რომ შედარებით ეკონომიკური აქტივობის შემცირება და შენელება ფიქსირდებოდა ეს დაკრედიტების მაჩვენებლებზე რამდენად დაისახა ბოლო თვეებში. როგორც აღნიშნე 2024 წელი მიკროსაფინანსო სექტორის, ასე ვთქვათ, ჯამური მონაცემებისთვის საკმაოდ კარგი წელი იყო. ეს აისახა როგორც დაკრედიტების ტემპის ზრდაში, თუ 2023 წელი ჩვენ დაახლოებით 8%-იანი ზრდით დავასრულეთ. 2024-ში ეს ზრდის ტემპი მინიმუმ გაორმაგებული იყო და ახლობით 20%-იან ზრდას ველოდებით 2024-ის შედეგებით, რაც არ არის ნამდვილად ცუდი მაჩვენებელი. სექტორი ინარჩუნებს დაბალი რისკების პროფილს, რაც მისი ჯანსაღეზე მიუთითებს და კლებადი რისკების ტენდენციას, რაც კიდევ უფრო მეტ, ასე ვთქვათ, გაუმჯობესებას და გაჯანსაღებაზე მიუთითებს. მომგებიანობის თვალსაზრისით მინდა ვთქვა, რომ პრინციპში სტაბილური მომგებიანობა ნარჩუნდება სექტორში, დაახლოებით 17-18%-ია უკუგება კაპიტალზე, მათ შორის 2024 წელს და საბანკო სექტორთან შედარებით დაბალია ეს მომგებიანობა, თუმცა სტაბილური მომგებიანობაც უკვე, ასე ვთქვათ, კარგის ნიშანია. რაც შეეხება ძირითადად, ასე ვთქვათ, 2024 წლის კარგ ტენდენციას, ეს არის ის, რომ მიკროსაფინანსო სექტორში შეინიშნებოდა მნიშვნელოვნად საპროცენტო ხარჯების შემცირება. რაც პრინციპში ბოლოს 2019 წელს ჰქონდა, ასე ვთქვათ, ეს ნიშნული და აი ზუსტად ამან შეუწყო ხელი ზრდის ტემპის დაჩქარებას
და ზოგადი, ასე ვთქვათ, პარამეტრების გაუმჯობესებას. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 25 წელსაც ეს შენარჩუნდება. თუმცა, ასე ვთქვათ, დღეს არსებული ვითარება და ზოგადად მდგომარეობა ამ ოპტიმიზმის ბოლომდე საშუალებას არ მაძლევს, თუმცა ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საპროცენტო ხარჯების კუთხით დაბალი ნიშნული ისევ შენარჩუნდება და ეს კიდევ უფრო მეტად მისცემს სექტორს გაიზარდოს და გაჯანსაღდეს. თუმცა ნინო, ჩვენ ეროვნული ბანკის ბოლო დღეებში გავრცელებულ ინფორმაციას დაყრდნობით შეიძლება ვთქვათ, რომ ინფლაციური მოლოდინები არის ქვეყანაში გაზრდილი, სავარაუდოდ ეს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა უახლოეს თვეებში მაინც შენარჩუნდება. აი საპროცენტო განაკვეთებზე გავლენის კუთხით მინდა დაგისვათ კითხვა. აი ამ თვალსაზრისით როგორი სიტუაცია გვაქვს უშუალოდ მიკროსაფინანსო სექტორში და მოლოდინები როგორია ამ მიმართულებით? თავად დაკრედიტების მიმართულებით, ანუ ის ფასი, რა ფასადაც მიკროსაფინანსო სექტორი გასცემს სესხებს აქ ჩვენ მიუხედავად ამ, ასე ვთქვათ, ინფლაციური მოლოდინებისა, ზრდის ტენდენცია არ არის. პირიქით ჩვენ ბოლო პერიოდი მუდმივად ვამცირებდით, ასე ვთქვათ, დაბანდების ნიშნულს და ასე ვთქვათ, მინიმუმ ვინარჩუნებდით მას და არ ვზრდიდით და დიდი იმედი მაქვს, რომ ამის საშუალებას 25 წელიც მოგცემს. ის რომ ასე ვთქვათ შეიძლება არ ველოდოთ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ან ასე შემდეგ შერბილებას კარგი ასე ვთქვათ მოლოდინი მაქვს და ოპტიმისტი და დავრჩები რომ არ ველოდებ იმის ზრდასაც რაც მოგცემს ასე ვთქვათ იმის საშუალებას რომ შედარებით დაბალი საპროცენტო ხარჯების ნიშნული შევინარჩუნოთ თუ არ გავაუმჯობესოთ და შესაბამისად კიდევ ერთხელ ვამბობ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრი რაც სექტორის ზრდას, განვითარებას და სიჯანსაღებას უწყობს ხელს. კი ბატონო ნინო, თქვენ უკვე მიკრობანკ MBC-ის რისკების მიმართულებასაც ხელმძღვანელობთ ორგანიზაციაში, ამიტომ მინდა გითხოთ აი სკოუპის ანგარიშსაც როცა გავეცანით, წელს ისინი ელოდებიან რომ მიკროდაკრედიტების სექტორი გაიზრდება, აი თქვენ როგორი მოლოდინები გაქვთ, აი უშუალოდ ყველაზე აქტიურად როდის შემოხვალთ ბაზარზე და იგივე მისოებთან და საფინანსო სექტორთან შედარებით რა იქნება ამ შემთხვევაში აი თქვენი პროფილური მიმართულებით თავარი უპირატესობა თქვენი რომ თქვენკენ გადაიხაროს მომხმარებელი? ნუ პირველ რიგში ვიტყვი რომ 25 წელი პრინციპში იქნება ძალიან აქტიური ტრანსფორმაციის წელი, რაც გულისხმობს იმას, რომ ორგანიზაციას ძალიან ბევრი ახალი პროდუქტის, სერვისის და ასე შემდეგ თანერგვის, ასე ვთქვათ, ეტაპი აქვს. ჩვენ უკვე პრინციპში მომხმარებლებს ვთავაზობთ გარკვეულწილად, ასე ვთქვათ, გაზრდილ ზღვარში სესხებს, დეპოზიტების მოზიდვაც, ასე ვთქვათ, დაწყებული პროცესია, თუმცა ნუ ეს იქნება საკმაოდ ისეთი დატვირთული წელი იმისათვის, რომ ჩვენ მიკრობანკის ყველა შესაძლებლობა ავამოქმედოთ და ჩაუშვათ, ასე ვთქვათ, ზალაში. რაც შეეხება, ასე ვთქვათ, ზოგადად მიკრობანკების ნიშას, როგორც ვთქვი, პრინციპში MBC-სა და კრისტალსაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს იმ თავიანთ მომხმარებელთან ურთიერთობის თვალსაზრისით. პირველ ეტაპზე რა შესაძლებლობასაც მიკრობანკების, ასე ვთქვათ, ლიცენზია იძლევა არის ის, რომ ეს ჩვენი მომხმარებლები ცოტა უფრო დიდი ხნით შევინარჩუნოთ ჩვენთან და თუ მანამდე იგივე ეს დაკრედიტების ზღვარი არ გვაძლევდა ამის საშუალებად და მათ, ასე ვთქვათ, გაზრდილ მოთხოვნას ვეღარ პასუხობდით. მინიმუმ არსებული, ასე ვთქვათ, მომხმარებლების შენარჩუნების თვალსაზრისით ეს არის უპირატესობა. უფრო დიდი ხნით, ასე ვთქვათ, ჩვენთან გაჩერების. რაც შეეხება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც ექნებათ მიკრობანკებს, ეს არის ახალი მომხმარებლების ბაზაზე, ასე ვთქვათ, გასვლა და აქაც პრინციპში კონკურენტულ უპირატესობად მე მიმაჩნია ზუსტადაც რომ მათი გამოცდილება ამ ინდივიდუალურ მეწარმეებთან და მცირე მეწარმეებთან ურთიერთობის. იმიტომ რომ, საბანკო სექტორისგან განსხვავებით, ეს ბევრად უფრო პერსონიფიცირებული, ასე ვთქვათ, ურთიერთობებია და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებითაც ძალიან მალე ვიხილავთ ამ ორი ორგანიზაციის წარმატებას ახალი მომხმარებლების მოზიდვის თვალსაზრისით. კი ბატონო. ნინო, უხმესი მადლობა ინფორმაციის გაზიარებისთვის. მე კი წარმატებებს გისურვებთ. ვუსურვებ MBC-ს ასევე ძალიან დიდ წარმატებას აი ამ სფეროში. მადლობა ნინო დევდარიანს, ის საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის თავმჯდომარეა.